იწურება 20-25 წელი. შედეგები არის დიდი. 20-25 წელში მნიშვნელოვნად განვითარდა რობოტული ქირურგია. მსოფლიო აღიარება პოვა ქართულმა რობოტულმა ქირურგიამ, ქართულმა უროლოგიურმა რობოტულმა ქირურგიამ, უროონკოლოგიურმა რობოტულმა ქირურგიამ, ჩვენს კლინიკამ საერთაშორისო და ლოკალურ კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც ჩვენ ფაქტიურად წარვადგინეთ ჩვენი ძალიან დიდი მიღწევები. რამოდენიმე ასეული რობოტული ოპერაცია შესრულდა. რამოდენიმე 1000 ადამიანი დავასკრინინგეთ, რამოდენიმე 1000 ადამიანს უმკურნალეთ. მასადამე ეს იყო ძალიან დიდი წარმატება. განსაკუთრებით მე მინდა აღვნიშნო ის საერთაშორისო წარმატება, რომელიც ჩვენმა რობოტული ქირურგიის პროგრამამ მიაღწია, რადგანაც ჰქონდა ძალიან მაღალი რანგის მოხსენებები ისეთ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიც არის მსოფლიო ონკოლოგიური უროლოგიის ფედერაციის კონგრესი ედინბურგში, დიდ ბრიტანეთში, ასევე ევროპის რობოტული უროლოგიის ასოციაციის კონგრესი ლონდონში, ასევე მსოფლიო რობოტული ქირურგიის ასოციაციის კონგრესი სტრასბურგში, ასევე ევროპის უროლოგთა ასოციაციის კონგრესი მადრიდში. აქ ჩვენ ყველგან წარვადგინეთ რობოტულ ქირურგიის ჩვენი შედეგები, რომელიც არის საერთაშორისო მასშტაბის და საერთაშორისო დონის, განსაკუთრებით, როდესაც ეს შეეხება შარდის ბუშტის სიმსივნის რობოტულ ოპერაციებს, ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნას, პროსტატის სიმსივნის რობოტულ ოპერაციებს, მათ შორის შორსწასული პროსტატის სიმსივნეებისას, თირკმლის სიმსივნეების ორგანშენახულ ოპერაციებს. ეს ყველაფერი ჩვენს მიერ იქნა მოხსენებული ამ საერთაშორისო ფორუმებზე და იქ დიდი აღიარება პოვა. ასევე რეგიონულად დიდი აღიარება პოვა ჩვენმა რობოტულმა პროგრამამ, რადგანაც მიწვეული ვიყავით აზერბაიჯანის და სომხეთის ძალიან დიდ კონგრესებზე, სადაც ჩვენი რობოტული ქირურგიის შედეგები მოახსენეთ. და ასევე ჩვენ საქართველოში ჩავატარეთ რამოდენიმე კონფერენცია ქუთაისში, ბათუმში, თბილისში. მასშტაბი გასული წელი ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო შევასრულეთ რობოტულ ქირურგიაში, ასეულობით ოპერაცია, ძალიან რთული ჩარევები, მოახსენეთ მსოფლიოს რეგიონს და საქართველოს აი ჩვენი ეს დიდი მიღწევები. დავუნერგეთ ძალიან წამყვანი ტექნოლოგიები, რამოდენიმე 5-6 წელი არის ჩვენ უკვე ინტენსიურად ვნერგავთ წამყვან ტექნოლოგიებს, როგორიც არის პროსტატის სიმსივნის ულტრათანამედროვე სკრინინგი, როგორიც არის შარტკენჭოვანი დაავადების უოპერაციო მკურნალობა, როგორიც არის ქრონიკული ტკივილების მკურნალობა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მასშტაბი გასული წელი იყო ძალიან პროგრესული, ძალიან წარმატებული. ვფიქრობთ, რომ 20-26 წელიც ასევე იქნება ძალიან ნაყოფიერი და ყველას ვილოცავ ჩვენს კოლეგებს, საქართველოს კოლეგებს საერთაშორისო მასშტაბით, რომლებმაც ასე ვთქვათ, ჩვენ გულშემატკივრობენ, ყველას ვილოცავ დამდეგ შობას და დამდეგ ახალ წელს.